გამარჯობათ მონადირეებო, ყველას მოგესალმებით YouTube-ს გაუმარჯოს. პირველ რიგში მივესალმები ჩვენი არხის გამომწერებს, ვინც მუდმივად ადევნებს თვალყურს ჩვენს ვიდეოებს და როგორც შეგპირდით, რომ წელს გვექნებოდა ძალიან საინტერესო და კარგი სიახლეები, ამ სიახლეებმა ნელ-ნელა დაიწყო უკვე ჩემამდე მოსვლა და ვიწყებთ ჩვენი პირობის შესრულებას, შეძლებს და გვარად გასვლებით და შემდეგ ვიდეოების გადაღებით. იმედია საინტერესო იქნება ეს ვიდეოები თქვენთვის. დღეს ახლა მომიტანეს ესეთი ორი ჩოკი რუსული წარმოების. იქ ახლა რაც არის წარმოდგენილი წინ, ეს არის ბილმანები, ჩემი კოლექციიდან ბილმანის ჩოკები. ხოდა დიდი ხანია მოტველოდებოდი და ეხლავე გაჩვენებთ. ნახეთ როგორ არის ლამაზად და კარგად შეფუთული. დავიწყოთ. ეს ერთი. ესეც მეორე. იგი ეს არის რუსული წარმოება იგიოვსკის ქარხნის მიერ გამოშვებული პროგრესი, ესე ქვია. პროგრესის წარმოება მობილ ჩოკი პარადოქსი. მობილ ჩოკი ეს დგება თურქული და იტალიური თოფების უმეტესობაზე. პატანეოზე, სტოგერზე, ბერეტაზე, ბენელიზე, რომელსაც აქვს მობილ ჩოკი. მობილ ჩოკი არის ეს სტანდარტი, რომელიც შიდა ჩოკები რაც თოფს მოყვება 50 მმ და ხრახნით თავსი. თავზე ხრახნით, ეს არის მობილ ჩოკის სტანდარტი. ეს პარადოქსი არის ხრახნიანი. აი ნახეთ. შიგნით ხრახნები აქვს ამას, აი ესე უკეთესად ჩანს. და განკუთვნილია ნებისმიერი ეგრეთ წოდებული ჟაკნის სასროლად, ნებისმიერი ტიპის ჟაკნის, ანუ ტყვის სასროლად. ჩვენ არხზე ძალიან ბევრი საინტერესო და კარგი ვიდეოები გქონდა სხვადასხვა ტიპის ჟაკნების გასროლაზე, და ძირითადად ვისროდით 0.25-იანი შევიწროებით, ანუ იგივე 4 ჭრილიანით. ეს არის სპეციალურად ტყვის, ანუ იგივე ჟაკნის სასროლი სპეციალური ჩოკი, რომელშიც ეს ჭრილები, კბილები, თუ რა ვიცი, ხრახნები უწყობს ტყვის კიდევ უფრო მეტად გაწურვას ხელს და რა ვიცი, ახლა რამდენად შეძენ შემდეგ ეს ბრუნვით მოძრაობას ფრენისას, მაგრამ ეს სწორად არ არის, ცოტა დაცერავებულია ეს კბილები. და მეორე ჩოკი არის, ესეც იგივე პროგრესის წარმოება, 0.5-იანი, იგივე სამჭრილიანი ჩოკი. კიქსის ანალოგი, ესეთი დახვრეტილი პორტებით, რომ მოხდეს გაზის ვარდნა და ამავდროულად კონტეინერის დაღეჭვა, დახრა და სრულფასოვანი გახსნა. ეს არის უჟანგავი ფოლადის. იდეალური დამუშავება, სარკისებური ზედაპირი აქვს. თუმცა ამ დრომდე მე ვიყენებდი, აგერ მაქვს იგივე ანალოგი 0.5-იანი სამჭრილიანი შვედური წარმოების, ბილმანის წარმოების ჩოკი მქონდა ამ დრომდე. უნაკლოდ მუშაობდა, გადასარევი შედეგი ჰქონდა, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩვენ ვიდეოებზე და ამ ჩოკიდან სროლის მომენტები და ვიდეოები ბევრი გვაქვს. როგორც წესი, პირველად ამ სიახლეებს მე ჩემ თავზე ვცდი ხოლმე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე სასურველი შედეგი დადგება, მხოლოდ მას შემდეგ ვახდენ ის ჩამოტანას და მე რეალიზაციაში გაშვებას.
გავაგრძელოთ ჩვენი ჩაწერა. ტელეფონის ზარი შემომივიდა და უპასუხე. ხო, მეგონი ძირითადად უკვე ყველაფერი მოვყევი ამ ჯოკების შესახებ. ხო, იქ გავჩერდი, რომ ჯერ ჩემ თავზე გამოვცდი მეთქი და შემდეგ მხოლოდ წავა ალბათ რეალიზაციაში და შემდეგ სურველებს ექნება საშუალება დამეკავშირდნენ. აქ ახლა გამოჩნდება ჩემი მესენჯერი, შეგიძლიათ მანამდეც შემეხმიანოთ. წინასწარ შევთანხმდეთ და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება ჩამოტანაზე და შემდეგ მატერიალიზაციაზე საუბარი, რაც ჩემ თავზე გამოვხდი ამათ ჩემ თოფზე. და მივიღებთ სასურველ და დადებით შედეგებს. პირველ რიგში მინდა ეს ორი სამჭრილიანი შევადარო ერთმანეთს, შვედური ბილმანი და რუსული ის არის პროგრესი. ეხლა მე რასაც უყურებ, ამ რუსულზე უფრო მეტი არის პორტები დამატებული. ორივე სამრიგად არის, მაგრამ აქ არის 18 ნახრეთი, ანუ პორტი. აქ არის რაც დავთვალე 22. რა შედეგს მოიტანს, როგორ აისახება საფანტის განშლა განაწილებაზე, მაგასაც ვნახავთ. ჩავატარებთ ასევე ტესტს, აგერ ვახვევთ ხოლმე სპეციალურად სკოჩის ბევრ ფენას, რომ დაურწმუნდეთ, რომ პორტები რეალურად მუშაობს და გასროლის შედეგად ეს მრავალფენიანი სკოჩი უნდა დაიგლიჯოს და მოშორდეს ამ ჩოქს. რაც შეეხება ამ პროგრესის ესეთ ხრახნიან ჩოკებს, ახლა საუბარი მქონდა და ჯერ რამოდენიმე თვე ეს ფიზიკურად არ გვექნებაო. ეს ბოლო იყო შენთვის გამოვაგზავნეთო და ჯერჯერობით ეს არ იქნება ალბათ აპრილი-მაისამდე. თუ შედეგები მოგეწონებათ მე ამით წინასწარ შევთანხმდებით და წამოვიღებ იმ რაოდენობას, რამდენზეც იქნება მოთხოვნა. ამ ეტაპზე ვაპირებ, რომ ჩამოვიტანო მსგავსი ჩოკი, ოღონდ რასტრუბი, რასაც ქვია. ეგეთი რასტრუბიც მაქვს, ესეც აი რუსული პროგრესის რასტრუბი. ეს არის პირობითად, რომ ვთქვათ 6 ჭრილიანი გამოდის, იმიტომ რომ ეს კიდე ცილინდრზე განიერია, იდეალურია ეს რასტრუბები ტყის ქათამზე და განსაკუთრებით მწყერზე სანადიროდ. მაგრამ ეს რასტრუბიც იქნება ესეთი უჟანგავი ფოლადის ასეთი სახის. ეს მე მაქვს ესეთი ნაკლები პორტებით და ესეთი შავი მეტალის. რა თქმა უნდა, დატვირთვა ექნება პირველ რიგში ჩვენს თოფს ატროქს პომპას. ახლა ისე გავაკეთებ, რომ ჩვენი ატროქსი და მოვარგოთ ახლა ეს ახალი ჩამოსული ჩოკები. ახლა ამაზე მაქვს გარე ჩოკი ატროქსზე. ეს არის ესეც შვედური ბილმანია 0.25-იანი, რომელსაც ტყვის სასროლად ვიყენებდი. ახლა ძალიან მაგრად მოჭერილა. ესეც არის შვედური ბილმანი. მოვარგოთ ახლა ჯერ ერთი, შემდეგ მეორე, ჩვენი ჩოკები. სანამ ჩოკს მოვარგებთ, მაგრამ ჩოკის გასაღებზე მეორე მხარეს გვაქვს ესეთი ხრახნები, რეზგის გამოსაწმენდი, ანუ ხრახნის კორექტორი ქვია ამას. თუ შიგნიდან ნამწვიგროვდება რაღაცა ჭუჭყი, ამას ამოაქვს ყველაფერი და ხრახნებს წმინდავს.
ეს ჩუკის გასაღები მაჩუქეს ჩემმა მეგობრებმა. ესენი ძირითადად მოყვება ხოლმე ძვირადღირებულ იტალიურ თოფებს. შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩუკის ტაუტი ბევრისთვის გამიტანებია და ძალიან კმაყოფილები არიან. უფერო და უსუნო ესეთი მასაა და როგორ ხდება ახლა ამის გაპოხვა. აგერ ხრახნზე მოусმევთ ასე. დიდი რაოდენობა არ არის საჭირო და შემდეგ ასე თვითონ ჩოკის ყელსაც ამ სპეციალური ტაუტი თუ ვაზელინი თუ რა ქვია, ამით ესე დავამუშავებთ. ეს ჩოკის ტაუტი ხელს უწყობს იმას, რომ არ მოხდება დაკვდენა, ანუ არ დააკვდება მერე. ეს ჩოკი არ გაიჭედება და მერე არ გახდება საჭირო მთელი სპეცოპერაციის ჩატარება მის მოსახსნელად. ესე დადგა ეს სამჭრილიანი 0.5 ანუ ნახევარი ჩოკი ჩემს ატროქსზე და ახლა დავაყენოთ მეორე. ძალიან კარგად დადგა. შიგნითაც რასაც უყურებ, ყველაფერი იდეალურად არის. პირველი ის არის, რა ქვია, ჩახრახნა. მიღებიდან აი თქვენ თვალწინ ახლა მოხდება ამათი დატაუტება და ზედ ჩახრახნა. აი კიდე მეორეც ახლა ამასაც წაუვსვათ. ზოგადად ვინც ბევრს ისვრის ხოლმე, ისეთი მომენტია, რომ აი ეს ნასროლი ვაზნიდან ეს გაზები შეიძლება გაიპაროს ამ ჩოკისა და ლულის კედელს შორის, იქ დარჩეს მერე და დიდი ხანი რო არ გამოწმინდავთ, შეიძლება იქ მერე გამოიწვიოს კოროზიის მომენტი და მიაკვდეს შემდეგ ეს ჩოკი თოფის ლულას. ეს რო არ მოხდეს და ადვილად მივახრახნოთ და მოვაშოროთ ჩოკი თოფის ლულას, ამიტომ უმჯობესია ყოველთვის გამოიყენოთ ესეთი ჩოკის ტაუტი. ეს გვაქვს მარაგში, ეს საკმაოდ ესეთი დიდი და მოცულობითი კოლოფია. ეს რაცაკლი ეს დახარჯული არ არის, აგერ ესეთი მშრალი წებოსიმაში მაქვს გადმოტანილი. ტრანსპორტირებისთვის არის ძალიან მარტივი. ამიტომ ამას ეს ერთი ბანკა გეყოფათ მთელი ცხოვრება. ესენი ჯერ მარაგში გვაქვს ესენიც. იტალიური წარმოების არის და ძალიან კარგი ხარისხია. ისეც ჩვენი პროგრესი დადგა იდეალურად. ძალიან ლამაზი შესახედაობა აქვს. შეიძლება ითქვას, რაღაც გარეთ გამოდის ეს ალბათ 4 სანტიმეტრით და 40 მილიმეტრით დაგზელდა ჩვენი ატროქსის 51 სანტიმეტრიანი ლულა. აი სულ ეს იყო მცირედი ვიდეო ამ სიახლესთან დაკავშირებით. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს ფასი გაინტერესებთ, რა ეღირება, როგორ იქნება, დამიკავშირდით მესენჯერზე. მხოლოდ იქ მოხდება ყოველგვარი ფასების განხილვა და შემდეგ ჩამოტანაზე შეთანხმება. ეს დაუბრუნოთ ახლა თავის ადგილს, ეს ლამაზი ჩოკები. ნადირობის სეზონი მალე დამთავრდება და დავიწყებთ ჩვენი ტრადიციული ტესტების, გამოცდების ჩატარებას.
ნუ ამას ყველა ვარიანტში ამ ნახვეტებიან ჩუქს სანამ სეზონი მორჩება ალბათ 1-2 ნადირობაზე კიდე გავალ და იქაც გამოვწდი და დავტესტავ. ალბათ ეს მასზე არ მექნება. Atroxზე არ იქნება, მას დავაყენებ ატანეოზე. აბა დროებით გემშვიდობებით არ მოიწყინოთ სხვა კიდე ერთი სიახლეების კიდევ ერთი ნაწილი გზაშია. მალე მოგვიტანენ და მე უკვე სრულყოფილად დავცხებთ ჩვენს ვიდეოებს და მოგახსენებთ ყველაფერს. აბა დროებით კარგად იყავით, არ მოიწყინოთ დარჩენილ დროში კიდე ასე ვთქვათ, რაც სეზონის დახურვამდეა კარგი სეზონი გქონოდეთ და წარმატებას გისურვებთ ყველას.